გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოციალისტაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. სტიქიამ კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა უამინდობამ ზიანი ახმეტის მუნიციპალიტეტს კერძოდ პანკისის ხეობას მიაყენა რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა სიტყვის შედეგად კი ერთწლიანი კულტურები დაზიანდა. მერიის ინფორმაციით ზარალს ითვლიან რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას. დააზიანა საკარმინდა მონაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს, გადახადა სახურავები და დაგლიჯა ხეები, რომელიც ზოგადად ჩაიკეტა შიდა საუბნო გზები, მithვლით ახლა ისევ ზარალს იმ მოსახლეობაში არსებულ ზარალს სახურავების კუთხით რაც არის რა და ზუსტი მონაცემები ზარალის შესახებ კომისიის მიერ შესწავლილი იქნება ადგილზე და გადაწყვეტილი იქნება თუ რა ზარალის მიადგა დახმარება, თუ რა კუთხის დახმარება უნდა გაუწიოს მუნიციპალიტეტმა. ესეთ ქარიშხალი არ თახოფილა, როგორც დღეს. გაიტანა ეს უკანა მხარეს უწაიღვა მეზობლის ეზოში, ჩვენი ეზოში, აგა ლეღვისი მეშაჭაჭრილები. მოსავალი დააზიანა, მაგალითად მთელი ყველაფერი სულ გაგვინადგურა. აი ეს სახლი დავინახე, ახლა მოვიდი მე ზუისში ვიყავი და გადახსილი ქონია. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულმზადყოფნაში არიან. შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზასაც ესტუმრა. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 22 ივნისიდან იწყებს. ატესტატის მისაღებად განაცხადის ეკეთება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შესაძლებელი. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. 22 ივნისიდან იწყება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ატესტატების მისაღებად განაცხადების მიღება. განაცხადის წარდგენა შეუძლია მე-12 კლასის კურსდამთავრებულ პირს, რომელიც ფლობს პირადობის მოწყობას, მის კანონიერ წარმომადგენელს ან მშობელს. მატერიალურად დოკუმენტის მიღების შემდეგ ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია პორტალიდან my.gov.g. აღსანიშნავი არის, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით მეათე სამუშაო დღეს ატესტატის სრულიად უფასოდ გაიცემა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა. 27-ვე ფილიალი და 20-ვე მობილური იუსტიციის სახლი სრულმზადყოფნაშია თითოეულ ადამიანს, რომელსაც ჭირდება აღნიშნული დოკუმენტის აღება მოემსახუროს. ასევე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ხაზი მინდა გაუსვა, არის ის, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული დოკუმენტის მიღება სრულიად უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში. მოლდოვაში ფესტივალი მოლდოვა პრაიდი იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. კვირეული დღეს კიშინეუში LGBT მარშით იხურება. ღონისძიება 16 ივნისს დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ასევე შედგა ექსპერტების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების შეხვედრა რეგიონში LGBTQ+ უფლებების განსახილველად. ორგანიზატორები ოჯახების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის კიდევ ერთხელ დაფიქსირებასაც განიხილავენ. გარდა ამისა, ვრცელდება კადრები, სადაც მოლდოვის პრაიდის ღონისძიებების ფარგლებში კიშინეუს ცენტრში სიმბოლური ერთნაირ სქესიანთა ქორწილი გაიმართა.
ირანთან მოლაპარაკებებში შტატების მთავარი პრიორიტეტები მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ჯეიდი ვენსმა აღნიშნულზე ჟურნალისტებთან შვეიცარიაში გამგზავრებამდე ისაუბრა. ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის დელეგაცია ციურიხში შტატებთან მოლაპარაკებების გასამართად უკვე ჩაფრინდა. ჩვენ მოლაპარაკებებზე გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო შემდეგ ცხადია ტექნიკური გუნდი ადგილზე დარჩება აქ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ვიქნებით ფოკუსირებულები. დარწმუნებული ვარ, ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. ტრამპმა მელონი მეგობრობის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ გზით იტალიის პრემიერი საკუთარი რეიტინგების გაზრდას ცდილობს. მელონიმ კი ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მისი პოპულარობა არა უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობაზე, არამედ იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დამოკიდებული. იტალიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი ქვეყანა სუვერენულია და მის პოლიტიკას სხვები ვერ განსაზღვრავენ. იტალიის პრემიერი ასევე გამოეხმაურა ტრამპის ბრალდებას, რომ იტალიამ ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის წინააღმდეგ ოპერაციების დროს იტალიური სამხედრო ობიექტების გამოყენების აკრძალვით სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. როგორც მელონიმ განაცხადა, იტალიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყენება საერთაშორისო შეთანხმებით რეგულირდება, რომელსაც ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა. უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს თეთრი არწივის ორდენი დაუბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდო, რომელიც მისი თქმით 2023 წელს უკრაინელი ხალხისა და არმიისთვის იყო განკუთვნილი, პოლონელ კოლეგას კაროლ ნავროცკის ფოსტით გაუგზავნა. ზელენსკის გარდა თეთრი არწივის ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშენკომ, პეტრო პოროშენკომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც თქვეს, პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. გადაწყვეტილების მიზეზი ზელენსკის მიერ ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების სახელის მინიჭება გახდა. პოლონეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინის მეამბოხე არმია ვოლინის ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. მიკრომობილობის კულტურის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირმა თანამედროვე ურბანული კულტურა, ტექნოლოგიური პროგრესი და ახალგაზრდული ინიციატივები გააერთიანა. მასში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს მიკრომობილობის სპორტის ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს თანამედროვე ურბანული კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ინოვაციურ პროექტებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას უწყობს. პირველი ჩემპიონატის პირველი აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მწვანე პოლიტიკას, მის განვითარებას, მხარდაჭერას, რაც გამოიხატა ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით და ასევე ქალაქ ქუთაისის ცხოვრებლების ჩართულობით. მოიაზრდა ელექტროსკუტერების შეჯიბრს, რაც აერთიანებს ეკომეგობრილობას, გარემო დაცვას და რა თქმა უნდა სიჩქარეს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიას და ჩვენ სპონსორებს ამ ყველაფრის დახმარებისთვის. ძალიან მინდოდა რომ მომეგო ამ შეჯიბრში, დიდი ხანია ვატარებ სკუტერს და ძალიან გამეხარდა რომ გავიმარჯვე. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა, სადაც ნომრები მოწვეულმა ბენდებმა შეასრულეს. ფესტივალი ბათუმში დღესაც გრძელდება და მსურველებს მასზე დასწრება 5 საათიდან საოცრებათა პარკში შეუძლიათ. ადგილზე 10-ზე მეტი კვების სივრცეა მოწყობილი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც მიმდინარეობს. ფესტივალზე წარმოდგენილი ჰქონდა ძალიან სასიამოვნო მუსიკა, სივრცე მოწყობილი იყო საზაფხულო დეკორაციებით, იყო გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იყო სამეწარმეო სივრცეები, კვების სივრცეები და ერთიანობაში ძალიან ლამაზი საზაფხულო ფესტივალით რეგიონში საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნა. ფესტივალის მეორე დღეც ასევე გვექნება ძალიან საინტერესო პროგრამა, საინტერესო შემსრულებლები. ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს ამ საოცარ ხალხთან შეხვედრა. უშრეტია ის სიყვარული და ის დიდი ემოცია და ენერგია, რასაც ისინი ჩვენ ჩუქნიან თითოეულ ჩვენ კონცერტზე და თითოეულ სტუმარს. გვინდა რომ
უაღრესად დიდი მადლობა გადავხაროთ ამ საოცარი სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. შესანიშნავი ფესტივალია, უამრავი ადამიანია შეკრებილი. მუსიკა კი გასაოცარია, ყველგან ლამაზი ადამიანები დადიან. შეყვარებული ვარ ამ ქალაქზე. რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული დაჯილდოების ცერემონიით და ანსამბლ ქართული ხმების კონცერტით დაიხურა. გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლიდნენ. ფესტივალის გრან-პრი და 10,000 ლარიანი ფულადი ჯილდო რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ნატომ მიიღო. რუსთავის მერიის სპეციალური პრიზი ფესტივალზე ფოკადან ჩამოსულ ანსამბლ ფოკას სხივებს გადაეცა, საუკეთესო ქართულის ნომინაცია კი საბერძნეთის ქართული დიასპორის ანსამბლმა კავკასიამ მოიგო. ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით მესამედ გაიმართა და 10 დღის განმავლობაში 80,000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. ქართული 2026 ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ურმესი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩასული და ჩართული. რომ ამ ლამაზ ალამაზებენ ამ რუსთავის ამ ლამაზ პარკს და ამ ბავშვებს ულამაზებენ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს გრანდიოზული ფესტივალია, რაშიც პირველად მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა და პირველი ჯილდო ხვდაწილად. დიდი მადლობა ყველას. ძალიან დიდი შთაბეჭდილებით ვარ. რა თქმა უნდა, დღესვე დავისახე მიზნად მომავალწელს კიდე ჩამოვიდეთ უფრო დიდი მასშტაბით და რა თქმა უნდა, არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი კოლექტივები იყვნენ, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ ხანუმას პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბეგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძია, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი ანუკი ცხვიტინიძე. წარმოადგენაში გაჟღერებული სიმღერების ავტორი კი ანა ნიკოლავა. სპექტაკლის თეატრმა საიუბილეო 180 სეზონი დაასრულა. მაყურებელმა იხილა კლასიკური ქართული პიესის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია, ძალიან საინტერესო სცენოგრაფიით, საინტერესო და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მუსიკით, ასევე ახალი კოსტუმებით. ვფიქრობ, რომ ყველამ თავის საქმეს ძალიან წარმატებით გაართვა თავი. ყველაზე რთული ამოცანაა გააკეთეთ სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი ტოვის გულთბელი ღიმილით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ამოცანა შევასრულებთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაცინეთ მაყურებელს. ხანუმა არის რაღაც, ლეგენდა, მითი ამ რეგიონის ერთ-ერთი მხატვრული სახე, რომელიც მუდამ იქნება და მუდამ იცხოვრებს. ამიტომ მე გულწრფელად ვთვლი, რომ სხვადასხვა ახალ-ახალი ვერსიები ხანუმების ყოველთვის უნდა არსებობდეს. სეზონი მინდოდა რომ დაგვეხურა აუცილებლად პრემიერით და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან წარმატებით გავართვით თავი, დანარჩენი შეფასება რასაკვირველია მაყურებლისთვის დაგვითმია. ძალიან გუნდი მსახიობები, რეჟისორი, ჩვენი დირექტორი ყველანი ძალიან ნერვიულობდით, ღელავდით, მაგრამ ეჭვიც არ გვევარებოდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რადგან ეს სპექტაკლი ხანუმა საერთოდ არის ძალიან ხალისიანი. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დაუბრუნდებით დროებით.